ვაკის პარკის ტრაგედიის საქმის ერთ-ერთი ბრალდებულის თბილისის მერის გარემოს დაცვის საკალკო სამსახურის ყოფილი უფროსის გიგა გიგაშვილის პროცესი თბილისის საკალკო სასამართლოში ბრალდების მხარის მოწმეთა დაკითხვით განახლდა. იკითხება სამხარაულის ინჟინერ-ექსპერტი. მისი თქმით, ჩადრევანში დენის გაჟონვა კაბელის დაზიანების გამო მოხდა. პრევენციული ღონისძიებები კი პროექტში გათვალისწინებული არ იყო. მე შეგახსენებთ, რომ გიგაშვილს სამსახურებრივ გულგრილობას ედავებიან, მასთან ერთად ამავე საქმეში ბრალდებული ექსპერტიც. ვაკის პარკის ტრაგედიის საქმეზე 8 პირის მიმართ უკვე გამოტანილია გამომტყუნებელი განაჩენი პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ. დევანდელ სასამართლოს ხდომაზე დაიკითხა საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტი. მისი ჩვენებით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ პროექტი, რომელიც წარდგენილი იყო მერის საქალაქო სამსახურში და პროექტის ცვლილებები, რაც მთავარია, რომელიც შემდგომში წარადგინა Green Service Plus-მა, არ იყო შესაბამისობაში უსაფრთხოების ნორმებთან და ასევე მისი ჩვენებით დადასტურდა, რომ შესრულებული სამუშაოებიც არ იყო შესაბამისობაში უსაფრთხოების ნორმებთან. კერძოდ, არ იყო დამონტაჟებული დამცავი რელე, რომელიც პასუხისმგებელი არის დენის გაჟონვის შემთხვევაში დენის ავტომატურ გათიშვასთან, ასევე არ იყო დაწვით ჩამიწებები და ძრავის დამცავი ცხოვრები არ იყო დამონტაჟებული შესაბამისი წესებით. მოწმედ დაადასტურა ერთი მთავარი რამ, რომ თავიდანვე პროექტში არ იყო გათვალისწინებული გაჟონვის რელე, უსაფრთხოების რელე და ის იყო დაცვის მთავარი მექანიზმი. მეორე ხარისხოვანი იყო დამიწება და შემდეგ. კიდევ მთავარი რაც დაადასტურა მოწმედ, ბრალდება მიუთითებს თითქოს და ბრალიც ამაში ედება ჩემი დაცვაში ყოფს, რომ აუცილებელი იყო ექსპერტიზის ჩატარება ყოველ კონკრეტულ ცვლილებებთან. თუმცა რო ვეკითხებით მოწმეებს, რატომ იყო ეს აუცილებელი, რა ნორმატიული აქტი საფუძველზე, ვერავინ პასუხი ვერ გაქვს. დღევანდელმა ექსპერტმა ბრძანა, რომ ეს არ იყო მისი კომპეტენცია.